გახსნის იდეა ასე ვთქვა, დიდი ხანია ტრიალებდა გამგეობაში, ეხლა კი არა. ადრეც ალბათ 1-3 წლის წინათ. მოგეხსენება რა მდგომარეობა იყო მაშინ და მეტყობა ვერ მოხერხდა, თორემ სურვილი ყველას აქვს ქონდა მაშინაც. ძირითადად ჩვენთან გამგეობაში დაიბადა და ალბათ საზოგადოებრივი აზრის საბჭოზე ჩვენ განვიხილეთ, იქაც მოიწონეს. დაფინანსებელს იქნება შემოწირულობები, ამას ჩვენ ბიუჯეტიდან რა თქმა უნდა ხარჯებს ვერ გავიღებთ, შემოწირულობებით იქნება მომავალშიც. ეს ბევრმა სკოლამ შემოწირა, რაც არის აქ პროდუქტები. მე მინდა პრივატიზაციის სამსახურს დიდი მადლობა უთხრა, რომ მან გარკვეული პროდუქტები შეეტირა ამ სახლს. როგორც ხედავთ, მე მგონი ნორმალური კვება აქვს პირველ დღეს. ასე გაგრძელდება ყოველდღიურად ფუნქციონირებს გარდა კვირის. ერთჯერადი ჭამა იქნება, ვისაც სურვილი აქვს სახლში შეუძლია წაიღოს და ეს საკვები იქ მიიღოს. თუ არა ჩვენ ყავს სპეციალური ხალხი სამსახური, რომლებიც ადგილზევე თუ ის რაღაც სურვილიც იქნება თვითონ მიუტანენ ადგილზე ამ საკვებს. ერთ სიტყვით შეუძლიათ აქ მიირთვან, შეუძლიათ სახლში წაიღოს. ეს არის ყველაზე გაჭირვებული კატეგორია მოსახლეობისა. დაახლოებით თუ არ ვცდები 50 კაცამდე თვითონში ქარელში ვიძახი მე. ეს სოცდაზღვევის, სოცდახმარების განყოფილებაში აღრიცხული ხალხი არიან. ვისაც არანაირი შემოსავლები და სახსრები არ გააჩნიათ, რომ საარსებო სახსრებზე მაქვს ხედულობაში. მომავალში იმის დამიხედვით თუ როგორ იქნება საზოგადოებისგან შემოწირულობები, შეიძლება ეს 50 კაცი კი არა და ჩვენ შეიძლება მართლა ხავს პატრონი მოხუცებულს, მაგრამ ისიც გაჭირვებულია, იმასაც უჭირდა შეიძლება ეს კატეგორიაც. იმის დამიხედვით თუ როგორი შემოსავალი იქნება და როგორი შემოწირულობები იქნება ჩვენი ქალაქის საზოგადოებრიობის მიერ. ჯერ ქარელში ვნახავთ ჩვენ როგორ გაამართლებს, როგორ წავა ეს საქმე და როგორ აეწყობა. და შემდგომ ფიქრობთ, რომ უფრო ალბათ დაბა აგარაში უფრო მოსახერხებელი იქნება, ვინაიდან მაინც დაბა არის და სოფლებში. სოფლებში უკვე მერე გადავალთ ნახოთ. სოფელი რო იყო, ამან უფრო ღონიერია და ერთმანეთი გაყავდა ამ კატეგორიის ხალხი იქ უფრო ნაკლებად უნდა იყოს. თუმცა დღეს უყოლას უჭირს.